რას აპირებს ოპოზიცია და როგორია მათი სამოქმედო გეგმა შეიქმნება თუ არა საერთო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი ამ დროისთვის უცნობია. როგორც თავად პოლიტიკოსები აცხადებენ, ეს საკითხი განხილვის საგანია. ამასთან გრძელდება ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები. გუშინდელ საკოორდინაციო შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროტესტის ფორმებსა და ახალი არჩევნების მიღწევის გზებს. ზურას პოსტზე რის თქმა შემიძლია არის ის, რომ მთავარი პათოსი ამ პოსტის იყო ის, რომ ერთობა მნიშვნელოვანი. ჩვენ სტრატეგიულად ერთობლივად მივყვებით იმ გზას, თუ როგორ უნდა მივიდეთ ახალ არჩევნებამდე. ახალ არჩევნები არის ყველა პარტიის, პროდასავლური პარტიისთვის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეს არის ხალხის მოთხოვნა და პოლიტპარტნიორების გათავისუფლება ცხადია. ბერკეტები, რაც გვაქვს ამ მიმართულებით არის პროტესტი და სანქციები. პლატფორმის შექმნის აუცილებლობაზე იყო საუბარი იმისათვის, რომ ჩვენ გქონდეს შეჯერებული პოზიცია ამა თუ მოვლენაზე, რომელიც ქვეყანაში ხდება და შევიმუშაოთ ერთობლივი გეგმა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, იმისათვის რომ გამოირიცხოს ის უმსგავსება, რაც ჩვენ ვნახავთ 26 ოქტომბერს, ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ ამ ერთობლივი პლატფორმა უნდა იმუშაოს თვითონ არჩევნებამდე მისვლის ნაბიჯებზეც, ხო? და ეს გაგრძელდება ეს მცდელობა. ვაგრძელებთ კონსულტაციებს, რა თქმა უნდა, ვართ ზეპარტიულ საკითხებთან დაკავშირებით თანხმედრაში და ეს ზეპარტიული საკითხები არის ჩვენი ევროპული მომავალი, პირველ რიგში სინდისის პატიმრების მდგომარეობა და მათი გათავისუფლება და რა თქმა უნდა, ხელახალი არჩევნების საკითხი. სხვა მიმართულებით ჩვენი პარტია სხვა და თავის კონკრეტულ გეგმას მიყვება, თუმცა ამ სამ საკითხზე, რომელზეც ჩვენ თანხმდებით, რა თქმა უნდა, არის ერთიანი პოზიცია. არაფერის არ გამოვა იმ საქმიდან, სადაც რომელშიც ქალბატონი სალომე იყოს მონაწილეობას. ჩვენ უკვე წლებია მოგვდებით მის აქტივობას და მე არ მახსენდება არც ერთი მის ინიციატივა, რომელიც რაიმე შედეგით დასრულდა. მთელი ეს რაღაც გაერთიანება სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ უბრალოდ მათი ენერგიის დახარჯვას ემსახურება და არაფერში არის ქართულოსნებასთან ბრძოლასთან. ზურა ჯაფარიძემ დაკარგა ადეკვატურობა, როდესაც ჩვენი პარტიიდან წავიდოდა. იმის შემდეგ ეს პრობლემა მხოლოდ ზვიადდება და უფრო სერიოზულ ფორმებს იღებს, იმიტომ რომ ბოლო მისი შეფასებები არ შეიძლება სერიოზულად შეფასდეს. მოუწოდებს ევროკავშირს, რომ მისი საკუთარი ქვეყნის საქართველოს წინააღმდეგ გადადგას ნაბიჯები, ისე რომ შექმნილმა პრობლემებმა, გრევამ, ეკონომიკურმა გრევამ და შეიძლება ფიზიკურმა გრევამაც განაპირობოს ხელისუფლების შეცვლის წინაპირობა. კვლავ სალომე ზურაბიშვილი ესახებათ ლიდერად მათ შორის არა მარტო პარიზში, არამედ ბრიუსელშიც. ამას მხოლოდ ერთადერთი ნიშანი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილის იმ თანაშაულებებში პირადი მონაწილეობა არ აქვს მიღებული, მაგრამ ავიწყდება ყველას, რომ ვისაც თანაშაულებებში მონაწილეობა აქვს მიღებული, სალომე ზურაბიშვილი სწორედ მათთან დგას. ლიდერი, როგორც წესი, თვითონ უნდა გამოიკვეთოს, ხო, რომ ყველა პოლიტიკურ მოძრაობაში თუ ეს შიგნით ხდება ქვეყნის, თუ ეს შიგნით იხარჯება ყველაფერი, მაშინ თვითონ გამოიკვეთება ყველაზე ძლიერი წამოიწევს. აქ ასე არ არის. უბრალოდ დაუნიშნეს დღეს ლიდერად ვთქვათ სალომე ზურაბიშვილი, იმიტომ კი არა, რომ კაი ცხოვრებიდან გამომდინარე კი არა, მეტი არ ყავთ არავინ. ყველას თავის-თავი წარმოუდგენია რაღაცა ლიდერად, მაგრამ არ ნიშნავენ, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილი ხო ვერ ერევა ამ საქმეს და ვერც მოერევა. ამ უბრალოდ მეღიმება კიდევაც, რომ ვთქვათ ვინმეს ეს აზრად თავში მოვიდა, თუნდაც deep state-ში, რომ ასეთი გაქანების ადამიანი ჩაეყენებინა თუნდაც რევოლუციური სიტუაციისთვის სათავეში.